უკრაინელი გოგოს ისტორიის გაგრძელება, ვისაც გაინტერესებთ, ამ ვიდეოში მოგიყვებით. მოკლედ, არ ვარ მაღაზიაში, არ ვარ სახლშიც და ვარ ისეთ ადგილზე, საიდანაც მაღაზიამდე უცებ ვერ მოვალ. მირეკავს დედაჩემი და მესმის რუსულად საუბარი. დედაჩემს უკვე ხმა აკანკალებული აქვს და ისე მეკითხება. აი ჩვენ რომ გადადებული ნივთები გქონდა იქიდან აი ეს ერთი ბეჭედი ცალკე რა ღირდა აღარ მახსოვს და მიწონის და მეკითხება ფასს. მე უკვე დავიძაბე მის აკანკალებულ ხმაზე და რუსულად საუბარზე ხვდები რომ ეს უკრაინელი გოგოა ისევ მოსული და თან მინდა დავიჯერო რომ ის არის, თან პირდაპირ ვერ ვეკითხები ის გოგო მობრუნდა თუ სხვა ვინმე ლაპარაკობს რუსულად მეთქი. მოკლედ ისეთი ბეჭდის ფასს მეკითხება რომ ზუსტად მივხვდი ეს გოგოა მობრუნებული. ამ ბეჭდის ფასს ვეუბნები, გულაფართხალებული აღარ ვიცი საით გავიქცე, ვიცი რომ მაღაზიამდე ვერ მოვასწრებ უცებ მოსულას და თან ხვდები რომ დედაჩემი ძალიან ნერვიულობს და ნამიოკად მეუბნება ისე მანიშნებს რომ როგორმე მალე მოდი აქამდე, იმიტომ რომ რაღაცა დაძაბული იყო აშკარად ეშინოდა და ნერვიულობდა და სხვა გზა არ მქონდა. მე რა თქმა უნდა ვერ მოვუსწარი და დედაჩემი ბოლოს როგორც კი გათავისუფლდა მირეკავს. ის გოგო იყო მობრუნებული. გაჩუქებული ბეჭდის თანხაც გადაიხადა და თავისი გადადებული ნივთებიდან 3 ბეჭედით წაიღო. ნუ ახლა 3 ბეჭედი წაიღო თუ არ წაიღო, არავინ არაფერს აღარ დაეძებდა, მთავარი იყო რომ იმ გაჩუქებული ბეჭდის თანხა გადაიხადა, მაგრამ სიტუაცია დაწყებულა ესე. შემოსულა ეს გოგო და უკითხავს, ჩემი ნაყიდი ნივთები სად გაქვთო? თქვენი ნაყიდი ნივთები არ ვიცი, მაგრამ აი აქ ბოთლი დაგრჩათ წყლის და ის შემიძლია მოგცეთო. უთქვამს დედაჩემს, მიუცია ეს ბოთლი და უთხოვია რომ აი იმ ქალბატონს რომ აჩუქეთ ბეჭედი, იქნებ იმისი საფასური მაინც გადაიხადოთ და გაუკვირდა თურმე არ გადამიხდიაო და ნუ არა დაბდულად არ გადაგიხდიათო და კარგი არ არისო პრობლემა, გახსნა ტელეფონიო და ხედავ რომ 12%-ზე აქვსო ტელეფონი და ლავის უკვე მოვიმარჯო სატენი რომ მოდი დატანეო ჩქარა გადაიხადოს და სადმე არ გამექცესო ფიქრობს. ძალიან სასაცილო იყო ეს მოყოლის ამბავი, მოკლედ ძალიან მეცინება ახლაც დედაჩემის განცდებზე და ემოციებზე. ხო და არ არისო პრობლემაო, თან მირიცხა ჩემმა ქმარმა, სადღაც 355 ლარამდე ქონია უკვე ანგარიშზე, გადმოუყვანია ლარში და გადაუხდია. სანამ გადაიხდიდა დედაჩემი მოკლედ მთელი გულის ფანცქალში იყო და ნერვიულობაში. გადაუხდია ამ ნივთების საფასური და უთქვამს რომ აი ისინი ხო თავის ადგილზეა, ყველა ველოდები ჩემი ქმრისგან ფულის გადმორიცხვას და აუცილებლად ყველაფერს ავიღებო და გასვლის მომენტში უთქვამს დედაჩემს, რაღაცა უცნაური გოგო კი ხართ ისეო და კიო ცოტა დაჩოჩებული მაქვსო, ვიციო, ცოტათი ურიკინებო, თვითონ უთქვია და ცოტა უცნაური ამბავიც ამართლა სასაცილოც, მაგრამ რაღაცნაირად არც იმ ბეჭედზე იმდეც არ ნერვიულობდით ახლა რომ ერთი ამბავი მაგაზე აგვეტეხა ახლა აქამდეც ბევრჯერ დაგვიკარგავს და გვიზარალია და არც იმ ბეჭედს გადავყვებოდით ერთ წელს, მაგრამ ზუსტად ვიცოდით რომ ის ქალბატონი ჩვენი მომხმარებელია ნამდვილად და როცა იქნებოდა მობრუნდებოდა ჩვენთან და ვეტყოდით ამ ამბავს და დააბრუნებდა ნივთს. მაგრამ აი ეს უკრაინელი რომ მოვიდოდა და თვითონ გადაიხდიდა ამ ბეჭდის საფასურს, მართლა არ ველოდით არანაირად და ამ ამბავს მესამე ნაწილიც აქვს გაგრძელება და იმას შემდეგში ცალკე მოგიყვებით თუ კიდევ დაგაინტერესებთ.